მეგობრებო, ძალიან არ მინდოდა ამ ლაივის ჩაწერა, მაგრამ უნდა ჩავწერო. რატო არ მინდოდა გეტყვით რა? ყველა. აღმოვაჩინე ერთი ძალიან საინტერესო ფორმულა, რომელი ფორმულაც მეუბნება ესეთ რამეს რა. ყველა თავის ღმერთს უბერავს, ყველას თავის პორტალი აქვს. პორტალი აქვს, გესმის? ყველა თავის პორტზე დგას, ესე რომ ვთქვათ რა. დღეს მქონდა საუბარი ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელიც აპროტესტებდა უსამართლობას, რომელიც მის ოჯახს გადახდა თავს. აპროტესტებდა თუ მოითხოვდა სამართალს. ამ ადამიანთან მომიხდა შელაპარაკებაც და საუბარიც. ანუ საუბარი, შემდეგ შელაპარაკებაც. ეხლა რა ხდება, მეგობრებო? და ამის ნიადაგზე მე იცით რა შევიმეცნე. აი როგორი რამეა, იცით? კიდევ ერთხელ დავrწმუნდი იმაში, რომ ყველა თავის ღმერთს უბერავს, ყველას თავის პორტალი აქვს. ადამიანი ამტკიცებდა რა, ამბობდა თავის გასაჭირს, თავის გამოცდილებას, თავის წუხილს, თავის მოთხოვნილებას, ხო, მოთხოვნას, რასაც ითხოვს ის კონკრეტულ ვიღაცა პირებისგან, კონკრეტულად სახელმწიფოსგან და უსმინე და საბოლოო ჯამში მივედით, რა თქმა უნდა, იქამდე, რომ საუბარი ჩამოვარდა ტახტზე, მეფობის ტახტზე. პიროვნება ღრმად იყო დარწმუნებული იმაში და მეკითხებოდა, რომ ხო გწამსო ღმერთისო რა და კი მეთქი ღმერთის წამ. ხო და აიო ჩვენო 2008 წელშიო, 2028 წელშიო მეფე იზრდებაო საქართველოსშიო, გესმის? აი იმ გიორგიზეა საუბარი. იტალიაში რომ დააშორეს ერთმანეთს ოჯახები ჩამოიყვანეს ვიღაცა ვაფშე საერთოდ ბაგრატიონებთან გარტყმაში რო არ არიან, მკვდარს რომ მიაწერეს, აი ძალიან რაღაცა რა, ძალიან ფუიეში მაქვს საკითხი რა და უყურებ ამ ადამიანს და მეთქი თქვენ ეს გჯერათ მეთქი ახლა რომ ვთქვათ მეფეს დაგვისვავენ ჩვენ აქ რუსეთში დასვავენ ვიღაცა რომანოვს აქ ვიღაცა ცრუ ბაგრატიონს და ეს გადაგვარჩენს მეთქი თქვენ ამის გჯერათ თქო კიო თქვენ არ გჯერათო ამისიო მეკითხება ეს ადამიანი რა ძალიან გამაკვირვეთ მეთქი ახლა თქო რა მთელი ამდენი ხნის მანძილზე გისმენთ მეთქი და ანუ სერიოზულად მოაზროვნე პირია და უცბად ცაკ და გაჭედო აქვს. გაჭედვა აქვს ახლა მას თავისი კუთხით, ალბათ მეც ჩემი კუთხით რაღაც ჭრილში, მეც ჩემი კუთხით რაღაც ჩემ პორტალს უბერავ და ჩემი სავალი მაქვს და მეო, აი უბრალოდ გამოვშტერდი რა. მე რომ ამ პატრიარქის ხმა მოვისმინეო, ესეც სიტყვებს ამბობს რა, ძალიან გამიკვირდა. ანუ საუბარია შიოზე, ეხლანდელში სადაა ხმა მაგ ტიპს? ხმა არა აქვს მაგ ტიპს. ამ ტიპის ხმა რომ მოვისმინო, ტიპი არა ეხლა ეგრე არ უთქოს, მაგრამ მე ჩემებურად ყვები რა. ესო ზეციდან დასმულიაო. მეთქი გამეცინა, მეთქი თქვენ შიოზე საუბრობთ მეთქი და ვერ შევიკავ სიცილი პროცესს. რას ნიშნავს ღვთისგან დასმულია ყველაფერი ეგრე სულიწმინდის გარეშე არაფერი არ ხდება ეგრე ეს უსამართლობაც მეთქი რაც თქვენ გადახდათ ეგეც სულიწმინდის საკითხია მაგის გარეშე არაფერი არ ხდება მეთქი და თქვენ ახლა მართლა ამბობთ მეთქი იმას რომ ეს საპატრიარქო მეთქი რაც ახლა საპატრიარქოში ხდება გადაგორჩა ეს შიო მით უმეტეს მეთქი კიო თქვენ არ გჯერათო მაგისიო და თქვენ მაგას ვერ ხედავთ მეთქი რომ ეს საპატრიარქო და სახელმწიფო ერთად მუშაობს არაო არ მუშაობს ერთად ღმერთო ჩემო აი მე გეტყვით ერთ რამეს რა კაცობრიობა მაგრად ჩაჭერილი ყავთ. თვით
აი როგორ გითხრათ, გონება გახსნილს ვერ უწოდებ მე ესეთ ადამიანს, მაგრამ წიგნობარს უწოდებ. თვით მწიგნობრებიც იმდენად დაბრმავებული ყავს სისტემას, რომ როგორც კი ქრისტე ვახსენე, ეგრეო მან დარწავალო ეხლა მეო აი ისო საპატრიარქო და რელიგიო და ქრისტე როგორც კი ვახსენე, გაითიშა ტიპი რა, აი ვეღარ ილაპარაკა. ისეთ მეთქი ქრისტე რას გვეუბნება თქო? აი ხა თქვენ რასაც ითხოვთ მეთქი აქ. ისეთ რას ამბობს მეთქი ესეთ რამეზე ქრისტე? დააგდე აი ყველაფერი მატერია, აბსოლუტურად მატერია და გამომყევი მე ამბობს ქრისტე. აი ხა ეგეთ შორსო ვერ წავალო მეო, გესმის? ეგეთ შორს ვერ წავალო, რომ ქრისტეს გავყვევ, მაგრამ აი ის ღვთისგან დასმულიაო, იმასო ღვთიური ხმა აქვსო, შიოსო, გაიგეთ ხალხო? გული მეთქინა რა. რა უნდა მელაპარაკა, წარმატებებს გისურვებთ მეთქი და გავეცალე. რატო ხდება ესე ხალხო? და გამეცა პასუხი, იმიტომ ხდება, რომ ყველას თავის პორტალი აქვს. ყველას თავის სავალი აქვს. ყველა თავის ღმერთს უბერავს. და ეს ნორმალურია რა. ქრისტეს ხსენებაზე თვით მართლმადიდებლებსაც, თვით აი ამ საპატრიარქოს ფანებსაც არ ვიცით რა ემართებს. ქრისტეს აი როგორც კი ქრისტეს სიტყვებით უწყებს საუბარს, ითიშებიან, აი როგორც ეს ზომბი დადგეს შენს წინაშე და რო ხდები, რომ უკვე ვეღარ გისმენს, სადღაცა წავიდა იქ თავის ფიქრებში და ვეღარ გისმენს. ცაკ ჩაეკეტა მორჩა, ვეღარ გისმენს. ილაპარაკე რამდენიც გინდა ქრისტეს სიტყვები გადმოულაგე ბიბლიიდან თუ ახალი აღთქმიდან წინ და არ ჭრის არაფერი. იმას აქვს ჩაკეცილი იმაში, რომ აი ეს ჩვენი მეფე გადაგვარჩენს, ტახტი რო იდგება საქართველოში, იქ რუსეთში რო ტახტი იდგება, იქ რო ვიღაცა 12-18 წლის ღლაფს აიყვანენ და აქ რო ვიღაც 18 წლის ღლაფს აიყვანენ და ისინი გადაგვარჩენენ. ხალხო, ეს დანერგილი არის, ეს სისტემა დანერგილი არის და აი ეს ენერგი ხო, სარეველა შემოგვერია რა. თუ ესეთი მაგარია მეთქი საპატრიარქო თქო, ხო ეკითხები. ბეთანიაში თამარ მეფის ფრესკას რას ერჩოდნენ მეთქი ხალი რომ მოაშორეს თქო. ჩემ წინ მეთქას? აი ესეთი რაღაც დაემართა ტიპს რა. რას ერჩოდნენ მეთქი იმ საპატრიარქო თუ ეგრე არ არის ვიღაც ისე გავლენის ქვეშ საპატრიარქო თამარ მეფის ფრესკას რას ერჩოდნენ მეთქი? როგორ უნდა დაეხმარო ეგეთ ადამიანს? რასაც იმსახურებს იმას იმკის ადამიანი, რო იცოდეთ რა. რასაც იმსახურებს იმას იმკის. გაიგეთ? ხო და როგორ უნდა დაეხმარო ეგეთ ადამიანს? წადი მონახარ მონა დარჩიო ეუბნება ქრისტე. იმას ვინც ამბობს, რომ აი ეს უნდა წავიდე, ჩამოვაგდო მეფე, დავდგე იქ და ჩემი ხალხი გადავარჩინე. მიდი, წადი მონახარ და მონა დარჩი. არავინ არ გიშლის მონობას რა. იყავი, მეფის მონა იქნები, ვიღაცა მხედრიონის მონა იქნები, ილიას მონა იქნები, შიოს მონა იქნები თუ რაღაცა ქვის მონა იქნები თუ გველის მონა იქნები, მაგას ხო მნიშვნელობა არ აქვს. შენი არ გაგაჩნია ადამიანი. შენი აზრი გაგაჩნია მხოლოდ ის, რომ ნაწერები რა. ეგ არის რა აი ეს კანონი ის საპატრიარქო მეთქი ხალხისთვის არ არის თქო. მე რომ საპატრიარქოსთან მივედი მეთქი და იქ ზედას არ შემომხედეს და მალოდინე სამი შვილის დედა, სამი ბავშვი მეთქი. ხალხ ეგ არ ევალებაო საპატრიარქოს. აბა რა ევალება მეთქი საპატრიარქოს? საპატრიარქო აი ხო ღმერთისგან არის მეთქი ამბობთ არჩეული და ღმერთი ვის ემსახურება მეთქი და ღმერთი ვისთვის ზრუნავს? ადამიანებს არ ზრუნავს მეთქი? არაო, ეგრეო თქვენ გონიათო ეხლა როგორ ცხოვრობთო, ისე კარგად ცხოვრობთ. თქვენი შვილებისთვისო არ გინდათო სიკეთე. ჩემი შვილებისთვისო სიკეთე მინდა მეთქი, მაგიტომ დავეტაკე პირდაპირ იქ, სადაც დასატაკებელი იყო და არა, აქ დავდექი სადღაცა ქაღალდით ხელში, ხო? არა, ხალხო. თუ ის ვერ გაიგე, თევზის თავი სად არის?
წადი და მოაჭერე იმდენი კუდი. თავიდან ყარს, გაიგე? თავიდან და თავი სად არის? თავი სად არის თევზის ხალხო? პარლამენტში? ისემ თქვენ რა გითხარით? წავედი ხა მე წავედი რა. ყველა თავის ღმერთს უბერავს, ყველას მისი სავალი აქვს. ავიხედე, ჩავიხედე, ყველას მისი პორტალი აქვს. ყველა თავის ღმერთს უბერავს, ყველას მისი სავალი აქვს. მართლა ეგრეა რა. მართლა ეგრეა. კატას კუდი სად აბიაო, სოფო. ქრისტე გონიათ რომ მარტო წიგნებში წერია და იქ უნდა იყოს და всё. აი დანარჩენი ქრისტეს სიტყვას არ იცნობ. გაიცანით, გაგაცნობთ მამაზე ციერი, დედაზე ციერი, თვით, ყოვლად ურყვნელი ნათელი, სინათლე და ყოვლად დიდი შემწე სიტყვა. ასე რომ ჩემო კარგებო, რა ვიცი რა, მართლა მიხარია, აი თქვენი დანახვა მართლა მიხარია. ეს დღეებია იუსტიცია, არქივი, ხალხი, ავტობუსი, ხედავ ზომბირებული ხალხი. იცით როგორი კატეგორიებად არის დაყოფილი ხალხი? ზომბები და კუდა ამპარტავნები. უი ხო, დღეს ერთი რაღაც გადატყლარჭული ვიღაცა მოვიდა და მანქანაში შემომიხტა და მეუბნება რომ სუნიანი ისინი ყიდე გოგონა გამახარე დღეს ამახლებ არ გინდა გამახარო. მეუბნები გამანებე თავი რა. საწამლავს ყიდი და ხა რომელი სოფლიდან ხარ? სურეთიდან მეთქი. ხა გეტყობა. ხალხო რა სჭირს ხალხს? რა დაემართა ხალხს? რა? აი რა გჭირს ხალხო? ამპარტავას იცი რა მოუვა? აი დავინახავ ხო მალე რაც მოგივაძე. თავი გონიათ მეფეები? თავი გონიათ ვიღაც აი არ ვიცი ფეოდალების დროდან ვერ გამოვიდა ეს ხალხი რა. როგორ ხედავ იცი აი იგზის ვიღაცა ტიპობს, იგეს თავი უჭირავს. ნორმალურად თუ დაელაპარაკე? სად წავიდა ნორმალური ხალხი? ხო, სადახარ. აჰა, გარა, იგაც მინდა დაგინახოთ, გარეთაც. საოცარია რა. ცარია, გესმით? რა არისო? ცარიაო, ვინო? და როგორიო? ცარიაო, გესმით? ონის ცარია და რა არის? ონის ცარი? რა არის? სანი, იგივე სარი. სარი რა არის? სხივი ხო? ანუ სარი. სარი თუ არის სანი, მაშინ სხივი ყოფილა სარი. ას ვერ ფარავს. ანუ გამოდის ინი ანს ვერ ფარავს. გამოდის რომ ინი სარია. ინი სარია კი. ინი სარია ძე. წავედი ხა გაგოცით.